მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. ჩვენი გადაცემა დღეს სატელევიზიო ეთერს ასრულებს. ამ სეზონზე ბოლოჯერ ხვდებით ერთმანეთს. ზოგადად ეს ის პერიოდია, როცა ადამიანების ნაწილი შვებულებისთვის ემზადება, ან ეს დღეები უახლოვდებათ. ამიტომაც გადავწყვეტეთ გაგიზიაროთ სასარგებლო რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი შვებულება იყოს კარგი, კომფორტული პრობლემების გარეშე. გამოცნობანას ფორმით მოგიმზადეთ, ვახო, როგორც აღნიშნეთ, ასე რომ გვექნება გამოცნობანა სტუდიაში, გვექნება სტუდიაში ექსპერიმენტებიც, დარჩით ბოლომდე გვიყურეთ, მოგწერეთ თქვენი პასუხები და ბუნებრივია, როგორც ყოველთვის პირდაპირ ეთერში გავაჟღერებთ პასუხებს. ჩვენი ერთგული მაყურებელი უკვე იწერება, თამარ უკვე იწერება, რომ რა კარგი არისო, ერთად დავასრულოთ სეზონიო და რა თქმა უნდა, მაიკო კალანდაძე, პატრი დრეიძე და მერაბ დიასამიძე უკვე ჩვენთან ერთად არის. ღირსეული სამეული, რომელს უნდა მაქარს. კი ბატონო, დავიწყოთ პირველი შეკითხვით. ჯერ ვართ სახლში და არ წავსულვართ შვებულებაში. ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერის გარეშე, ვისაც არ აქვს კონდიციონერი სახლში, როგორ შეგვიძლია სახლში სინგრილის შენარჩუნება? პირველი, დღის მანძილზე ფანჯრები და ფარდები უნდა დავხუროთ და მზის სხივებმა არ შემოაღწიოს სახლში. მეორე, ღამით ფანჯრებს ვხსნით და ამით ვინარჩუნებთ სახლში სიგრილეს. მესამე, სახლს ვასუფთავებთ სველი წესით და წინა სამი პასუხი სამივე სწორია. სამივე სწორია ალბათ, კი ბატონო. ის პირველი სწორია, რო ის. კი, როდესაც მე სულ ეგრევ შვები, იმიტომ რომ ჩემს საძინებელს ადგება მზე, მცხუნვარე დილის და შუადღის და შესაბამისად სქელი ფარდებით ვხურებ ხოლმე. კარგად, ნახოთ სწორი პასუხი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გვეცოდინებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვათა შორის ყოველ წელს გვიზიარებს ამ რჩევებს. დღის საათებში ვხურავთ ფანჯრებს, ღამით ვხსნით, რომ შევინარჩუნოთ კარგი ტემპერატურა. შემდეგი შეკითხვა, მაინტერესებს, რის მიხედვით არჩევთ მზის სათვალეს? აბა? რისი მიხედვით? ნუ, ფერის, ვიზუალის და იმის, რომ მზის სხივები აირიდოს და არ მატკინოს თვალე. მე უფრო ფორმა და დიზაინი. ფორმა და დიზაინი, ვახო, შენ? სილამაზებს ხერხს მოითხოვს. სხვათა შორის მინას ვაკვირდები ძალიან და ნუ ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგით, აი ჩვენ სავარაუდო პასუხებში არის ფერის სიმუქე, ფორმა და დიზაინი, რაც ნუცამ აღნიშნა, UV ფილტრის არსებობა, ანუ დაცვის უნარი და მინის მასალა, ანუ რისგან არის სათვალე დამზადებული. როგორ ფიქრობთ? სავარაუდოდ მესამე უნდა იყოს სწორი პასუხი? ხო. და რა არის ეს? მოდი თან ნახოთ. ჩვენი სტუდია. მოგვარგებ? რა თქმა უნდა. აი ხლა იწერებიან ჩვენი მაყურებლები, რომ ეს არის UV ფილტრის არსებობა, ფილტრი, მინის მასალა, ესეც არის. დიახ. დაცვის უნარი. კარგი. ნუ პირველ რიგში შუშებს ვწმენ. რა თქმა უნდა. რა კარგი საფრთხეში არის. დავაფიქსიროთ მეგობრებო პასუხი და ავხსნათ რატომ რომელია სწორი და რატომ. რომელია სწორი პასუხი? თქვენ უნდა მითხრათ და მე ჩემი მქონდა, მაგრამ UV ფილტრის არსებობა იყოს, მოდი სწორი პასუხი ჩემი მხრიდან და თქვენ სულ დამეთანხმებით იყოს. ახლა დაეთანხმებე? ნემოს გავიკეთებ. მოდი გავამწვანოთ და ავხსნათ თან რომ მივიღოთ ინფორმაცია. UV ფილტრის არსებობა ნიშნავს იმას, რომ მზის სათვალე გვიცავს ულტრაისფერი გამოსხივებისგან. ეს წარწერა ხშირად სათვალეზე არის დატანილი შიდა მხარეს, მაგრამ ბუნებრივია არსებობენ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლებიც. ამიტომაც გვირჩევენ, რომ საბუთებიანი სათვალე შევიძინოთ, რომელიც არის სპეციალურ მაღაზიაში, მაგრამ ეს ხო დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც სპეციალისტები გვირჩევენ, თუ არ გვაქვს ფინანსები, ღია შუშის მქონე სათვალე, რომელიც უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს. ნახე, ეგეც სწორად გამიკეთებია. იმიტომ რომ ნუცა მაგ სათვალით გაგიჭირდება, რომ პირდაპირ გაუსწოროს სახემზეს და შესაბამისად ულტრაისფერის სხივების ნაკლებობაც იქნება სახეზე. კი ბატონო. წავედით შემდეგ შეკითხვაზე. სხვათა შორის მე სულ ღიას ვირჩევ, იმიტომ რომ ფობია მაქვს მუქი შუშების. კი ბატონო. ვახო, ჩემთან რომ მოხვიდე. მე უნდა რა მოვიდე. თქმა უნდა. მოკლედ ბაბის ისე უხდება ეს სათვალე, ვიფიქრე რომ იცი რა, ცოტა დაზიანებულია და ცალი შუშა თვალზე მეჭირებოდა უშნოდ. რა თქმა უნდა, შვებულება სწორი კვების გარეშე არის წარმოუდგენელი, მოგბრძანდით. ნუ ახლა ძირითადად მაინც იცავს ამ სწორი კვების. ჩვენი შეკითხვა არის ასეთი. ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი შეიცავს წყალს? საზამთრო, ფორთოხალი, კიტრი, ატამი. კიტრი. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ დეჰიდრატაციის რისკი თავიდან ავიდეთ. კიდევაც ვიტყოდი მაგ პასუხს. ხო, მაგრამ უნდა შევამოწმოთ თქვენი პასუხი, სანამ გვექნება ჩვენი მაყურებელი ამბობს, რომ ეს არის კიტრი, თუმცა რამდენიმეც აფიქსირებს საზამთროს ვერსიას. მაშინ საზამთრო და კიტრი დავტოვოთ, მეგობრებო.
შევამოწმოთ, მოდი მე საზამთროს გავწურავ ახო და შენ კიტრი და რომელს უფრო მეტი წორი. იმასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილი. არა, სხვათა შორის ეს ექსპერიმენტი აღმოვაჩინე, ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა გააკეთა, კვების სპეციალისტი ყავდათ, ლექტორი და ნუ ყველამ თქვა საზამთრო რატომღაც და ამიტომაც გადავწყვიტეთ ეს შეგვესრულებინა. ერთიც სავარაუდოდ თქვა მნიშვნელობა გრამაჟობას. ხო, ამიტომაც აი ეს ჯობია. ეს ნაწილი ავიღოთ? აბა დავიწყეთ. აბა წავიდა. აი ვახო. რა შვებით წურა? და ის რომელს უფრო მეტი სითხე გამოუვა. ამ შემთხვევაში გონია რომ საზამთროს უფრო მეტი გამოუვა. არა, მგონი. აბა ვახო, რა შვები ვარ? დაადასტურე შენი სწორი პასუხი. ვიცი, დადასტურების პროცესში ვარ. კი. გადატეხე და გასწურე. თიწუთი ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტექნოლოგია. აბა ბუნებრივია თქვენი პასუხი იყოს სწორი, რადგან კიტრი 96% მეგობრებო არის წყალი და 92% არის საზამთროში წყალი. შესაბამისად, თუმცა ვახო თუ დამუჯერებთ. უბრალოდ ენერგია დავზოგე. ვახო ენერგია დაზოგარო შემდეგი პასუხისთვის. შემოენახა, მოკლედ დავაფიქსიროთ, ეს არის კიტრი, შემდეგ არის საზამთრო, შემდეგ არის ფორთოხალი და ატამი შეიცავს 85%-ს წყალს. და ცივი ყველა არის კარგი. კიტრი და ყველი ერთად ზაფხულში თავის პომიდორთან ერთად ბოსტანში მოკრეფილი არის გადასარევი. გადავედით შემდეგ შეკითხვაზე. მოკლედ ძალიან კარგად მივდივართ. ხო, გადავედით თავისუფალი ტანსაცმელი. ხო, როგორ ტანსაცმელს ვირჩევთ მეგობრებო, რომ ჩავიცვათ ზაფხულში იმისთვის რომ არ გადავხურდეთ. ეს არის მუქი ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, ბამბის და აბრეშუმის კომბინაცია, სამივე პასუხი სწორია. აბა, ჩემი პირადი დიახ. გამოცდილებით არის პირველი პასუხი პირადად ჩემთვის სწორი. რამდენად ის არის, რა ქვია, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მე სულ ეგრე დავდივარ. ჩვენი მაყურებელი აფიქსირებს ღია ფერს. თუმცა ბამბას და აბრეშუმს რა დაუწვნოთ ეგ ვერ გავიგე და ამიტომ მან დავავირიე. იცი რა, მეც ბამბა და აბრეშუმი სწორი პასუხი მგონია, ისევე როგორც ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მე სამივე პასუხი სწორი. ხო, აი ზუსტად ეგრე წავედი, იმიტომ რომ მე აბრეშუმი მაცვია და ცოტა მცივა. კარგი, მაშინ სანამ პასუხს დავაფიქსებ, ჩემთან რომ მობრძანდეთ გოგონებო, შემდეგი ექსპერიმენტის არა, შენ გარეშე არ იქნება ეს გავაკეთე. აბა რა ხდება? ეხლა მეგობრებო, ჩაირთვება დრო, 1 წუთი დაახლოებით. 1 წუთში უნდა არჩიოთ ტანსაცმელი, რასაც ჩაიცვამდით და გახვიდოდით ქუჩაში. ამაში თან უნდა გიხდებოდეთ, ხო იცი? რთული იქნება, აბა, ვახო, შენც. მეც უნდა ჩავდე. რა თქმა უნდა. ვიწყებ უკვე? ჩაიდრო თუ ჩაიდრო, ერთი წა. ეს მე მინდა. თან მეგობრებო, უნდა ვთქვათ, რის მიხედვით ვარჩევთ ამ ტანსაცმელს. კი ვთქვით, რომ ფერის, მაგრამ აჰა, ნუ ცამ პირდაპირ გაებს. ეს პერანგი. კი ბატონო. ზომები გვაქვს. ქვედებია, ზომები ქვედები არის. არ ქვემოთ, ანუ რა კი არის ქვედები. აჰა, გინდა? აი ეს იყოს. კაი, წითელი ქვედა ბოლო გინდა თუ ავიღო? ცოტა დრო დაგჭა. მიდი აი. აუ, გოგო, ეს ამოიჭირეთ, ნახეთ რა ლამაზია. ეს იყოს. არ მოგწონთ ეს? აი მე ბოდიში. სუდი საკიდები გოგშენ. შენები მოძებნე დროზე. თქვენთვის ვარჯი, მე რაც თავარია ის ამოვარჩიე. ამოვარჩიე, მაინც. ერთი კაცო მე. ესე დამიჭერ? აბა, თამარ ბოდიში. დანარჩენი რა შვები. ესე იგი ერთი ეს არის თუკი რაღაცნაირად მომინდება რომ ზღვის სანაპიროს მივაშურო. კი ბატონო. კი ბატონო და თუკი სამსახურში ვიქნები მოსასვლელი, თქვენი ნებართვით დავიტოვებ ქუდს. იმიტომ რომ ზე ხო თბილისშიც არის, სამსახურშიც არის. და აი ესეთ რაღაცა ღია ფერების კომბინაცია გადავწყვიტ და აი ხუდი არ დაავიწყდა, რაც თავარია. მე მგონი თავის ზომების ამოვარჩია. სპეციალისტი ამ მიმართულებით. აბა ვახო, შენ მე ვახო, ძალიან ყველაზე ბევრი მნიშვნელოვანი რაც იყო, ქუდი ამოვარჩიე. ხუდი. ყოჩა დანარჩენთან დაკავშირებით არ მაქვს პასუხები, იმიტომ რომ ვერ მივხვდი. ეს წუთში ვერ არჩევს. ხო, ესე ძალიან ძნელია. უჭირს თუ არ მოიზომა ისევე. იცი რა, მე ესე გადავწყდი. ოხო. აი ესე. ჩემი თვალის ფერს კარგად ყვეს და თან ქირქილა და გრილია ეს ფერი. ქირქილა ეს არის? ქირქილა ეს კი ბატონო და აი ეს ქუთაის შესაბამისობაში ესეთი ქვედაპოლო. კარგი, მეგობრებო, დავაფიქსირეთ სწორი პასუხი.
მაინც გავამწვანოთ. ძირითადად არა. ნახე, ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, შეიძლება სახლში არ გქონდეს აბრეშუმი, ბამბა და ამიტომაც ვარჩევ ღია ფერის თავისუფალ ტანსაცმელს. შემდეგი შეკითხვა ქონდა ქუდზე, მაგრამ მგონია რომ ეს უკვე გავეცით. ამიტომ ქუდის შემდეგი შეკითხვას წავიკითხავთ და ერთად ვნახავთ. სწორად მივდივართ, სწორად ვისვენებთ. ხო, ამაზე ვთქვით, რომ რაც თავარი, აი, კიდე, ანუ გარშემო უნდა იყოს დიდი, რომ დაგვიწვას როგორც მაქსიმალურად დაიცვას მზისხივებისგან ჩვენი სახე. ხო, ჩვენი ყელი. ხო, ეხლა მოგასმენინებთ სიმღერას, ბუნებრივია ჩაცმა, ყვება, სიმღერა, დასვენების გარეშე. რა იქნება ჩემო? ბატონო. ხო, აბა ლა მზე ისე ვამოვა. რა მეგონა, ეხლა რომ ბაიბის ეს სიმღერა მომუტა. ეს სიმღერა არის 2000-იან წლების მზის ამოსვლაზე, დასვენებაზე, მოდი მოვისმინო. ხსოვდიანი დღე? სხვა გადაცემაში არ გადავიცარდო. მზის ამოვა. და გვაქვს ბაბის შესრულებული ეს ვერსიაც. რაღაცა გამოვა. კი ბატონო. ეს სიმღერა სხვათა შორის იმ დროს საკმაოდ პოპულარული იყო ზაფხულის პერიოდში, მზეს უკავშირდებოდა განწყობას. ყვება, ჩაცმა, აქსესუარები, მუსიკა და რა დაგვრჩა მეგობრო? ფოტოს გადახება. ფოტო გადავიღო. და კარგი საკვები წავთქვით. კითხვა მოგჯერ ბაბი. როგორ ფიქრობთ, შვაბულების პირველ დღეს სად გადაიღებდით ფოტოს? აი, წავედით აქედან. მოდი, იცი, ერთი წუთი რაღაცას ვიტყვი. ისეთ ადამიანებს თუ ისწორთ, რომელიც არც ერთ სურათს არ გადაიღებ. ხო, შეიძლება მე რომ არავით არ შემთხვევა. გოგონებს ვეკითხებ, შერჩები. მე გადავიღებ მაგალითად რომ მორჩებით ეთერს, აი კართან არ ვიქნები მისული რომ დასრულდა სეზონი. აბანოცა? მე უკვე მაქვს ასეთი ფოტო, ბარბარე კირკიტაძე დამეხმარა ამაში. კარგით, მაშინ მე ჩემ ვერსიას გაჩვენებთ. აბა, სად გადავიღებდით პირველ ფოტოს შვებულების დაწყებით. რა კარგია. მა ერთი რაც არ მომწონს უნდა დავიცნო რა. აი კიდე პიჯაკი და აი, პირდაპირ გაიქეცით და ესე მივდივართ. გადავიღეთ ერთი ფოტო დადექით, გადავიღოთ. ფოტო გადავიღოთ. მოკლედ, იმედია სასარგებლო რჩევები გაგიზიარეთ. ჩაცმა, ყვება, გართობა. ძალიან დიდი მადლობა თამარ. არამც თუ ძალიან მნიშვნელოვანი სასარგებლო რჩევები გაგვიზიარე, არამედ გაგვახალისე კიდეც. დავგეგმეთ ფრენას, ახლა სანამ გავალთ მოვიფიქრებთ მარშრუტას და ოღონდ მეოთხეც გვაკლია თამარ კობახიძის სახით აი ამ ფოტოზე. დიდი მადლობა. დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ